5 ივლისი კამანის დაცემის დღეა. კამანში განვითარებულმა მოვლენებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ანდრია და ამავე ტაძრის ქომაგი და აღმდგენი იური ანოა. აფხაზეთში და დავიწყე მსახურება, მაშინ ფრონტის ერთ-ერთი ხაზი გადიოდა სოფელ კამანზე. სოფელი კამანი გამორჩეულია ასევე არა მარტო აფხაზეთისთვის და საქართველოს მთელი მსოფლიოსათვის იმით, რომ იქ აღესრულა მეოთხე საუკუნის უდიდესი წმინდანი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი იოანე ოქროპირი. და დაიგრძალა სოფელ კამანში, სადაც ეხლა არის მის სახელობის ტაძარი და მონასტერი. ამავე სოფელში არის წმინდა მოწამე ვასილისკოს წყარო. და ამ სოფელში მე დამხვდა ოჯახი ანოების, რომელნიც გამოირჩეოდნენ ომის დაწყებამდეც და მერეც თავისი სარწმუნოებით და წმინდა ადგილებისადმი ძალიან დიდი ზრუნვით, მათი თაყვანისცემით ამ ოჯახმა აღადგინა წმინდა ვასილისკოს წყაროს, ასე ვთქვათ, მიმდებარე ტერიტორია, თქვენ მოგეხსენებათ კომუნისტური რეჟიმის დროს წმინდა ადგილები სრულიად გავერანებული და განადგურებული იყო, მათ აღადგინეს იქ, ასე ვთქვათ, თაყვანისცემის პირობები შექმნეს და ასევე აღადგინეს ეს იოანე ოქროპირის ტაძარი. ჩემი დედა, მამა სულ ყველა მორწმუნეები არიან და ცისადიდებლად დაიყვნენ სულ ყოველთვის და იურიც ასე. იურის დედ-მამა იური ისეთი რომ ძალიან მორწმუნეები იყვნენ. მამა დიმიტრი ანოა, დედა კიდე მირი დადიანი. მამა ჩემი თვითონ იყო ძალიან ეკლესიური. ჩვენ ყველანი ვართ მონათლული ილორის წმინდა გეორგის სახელობის ძველთა ძველ ცნობილ ტაძარში. მე 9 კლასში ვიყავი, ჩვენ რო შევიძინეთ აგარაკი კომანში. და ულამაზესი ადგილია თავისი მდებარეობით, თავისი ბუნებით, მდინარეებით და რა თქმა უნდა ძალიან მიმზიდველი იყო ეგ ჩვენთვის და არც ვიცოდით თუ იქ იყო მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდეები თავმოყრილი. პატრიარქთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, ძალიან ახლოს იყო, რომ აღედგინა ტაძარი, ამაზე ლაპარაკობდნენ სულ ყოველთვის და პატრიარქმა მისცა კურთხევა, მისცა კელექტარი, დიდი კელექტარი ყოველთვის 1-2 წუთი, 3 წუთი აანთე და ასეთნაირად და ყველაფერი და ლოცულობდა პატრიარქი და ასე განაწყინა და 90 წელს პატრიარქმა ეს გამშვენებული, დიდებული ტაძარი პატრიარქმა გახსნა ეს ტაძარი. სიწმინდეები მთლიანად აღადგინა, ხელახლა ააშენა ეს ტაძარი მამაჩემმა. ესე იგი ისეთი შრომატევადი იყო ჩემი მთელი ოჯახით მონაწილეობდით ამ ტაძრის აღდგენაში, ჩემს ძმას მიუძღვის ძალიან დიდი შრომა, ფიზიკურადაც კი. ქვებს მამაჩემი ეძებდა მთელ აფხაზეთის აბსოლუტურად, ყველა კუთხე კუნჭულში, შეიძლება ძველი დანგრეული ფერმები იყო ზოგჯერ, სადაც ნატაძრალებში კომუნისტური რეჟიმის დროს, იქ იყო ფერმები, ან კიდე კინოთეატრები რაღაცა და ეს დანგრეული შენობებს ეძებდა, რომ ეს ეკლესიური ქვები რომ მოეძებნა. და აი ასეთი დიდი სიყვარული, დიდი შრომით იყო აშენებული აი წმინდა იოანე ოქროპირის ეკლესია. ეს არის რჩეული ოჯახი, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა როგორც აფხაზთა შორის, ანოა აფხაზური გვარია, აფხაზია და დიდი, ესე ვთქვათ, ავტორიტეტით სარგებლობდა ასევე ქართველებში და მთელს აფხაზეთის მოსახლეობაში. ამიტომ ამ ოჯახის იქ არსებობა ასეთ მნიშვნელოვან ადგილას ფაქტიურად მარტო იმ სოფელ კომანს კი არ იცავდნენ, აი ამ სიწმინდის დაცვით ისინი თითქოს მთელ ხაზს იცავდნენ, ფრონტის ხაზს. და საოცრება გამოავლინა ამ ოჯახმა, რა არ წავიდა, ბოლომდე დარჩა, რის გამოც იური გიორგი ანოა აწამეს და მოკლეს. და
რაც შეეხება მის მეუღლეს, ქალიშვილს სასწაულებრივად გადარჩენ ისინი, რომ არ მოხდა მათი ფიზიკური განადგურება და ისინი გადარჩნენ, ჩამოვიდნენ. ოჯახის იყოფნის დროს აჭარიდან ჩამოვიდა ჩვენთან მამა ანდრია ყურაშვილი, რომელიც ჩემთან მსახურობდა მაშინ, როცა მე აფხაზეთში გადმოსვლამდე ვიყავი აჭარაში. იქ მსახურობდი ხულოს რაიონში, სოფელ ხალთაში არის მონასტერი და მამა ანდრია მსახურობდა ამ მონასტერში. ჩვენ ერთად მსახურობდით და როდესაც ის ხედავდა, რომ აი ესეთი მდგომარეობა აფხაზეთში, მან გამოხატა სურვილი, რომ აი ამ განსაცდელი ჟამს გვერდში დადგომოდა ჩვენს ხალხს და ჩამოვიდა და მე ბუნებრივია იგი გავაგზავნე აი ყველაზე ესე ვთქვათ საპასუხისმგებლო ადგილზე, წმინდა ადგილზე იოანე ოქროპირის მონასტერში, სადაც ასევე ისევე როგორც გიორგი ანოა, ჯერ როდესაც ესე ვთქვათ ბოლო დღეები იყო და უკვე ეს ჯარი შემოვიდა კომანში, მოსახლეობის მცირე ნაწილი, რომელიც იყო დარჩენილი სოფელში ტაძარში შეგროვდა და მთელი ღამე იყო ომი და შემოვიდნენ ტაძარში, გაიყვანეს ჯერ იური გიორგიანოა და 1-2 საათის შემდეგ შემოვიდნენ და გაიყვანეს მამა ანდრია და იქვე გვერდზე საცხოვრებელ ოთახში მას მოსთხოვეს, რომ ესე იგი ჯერ უთხრეს, რომ აი ვისიავეს მიწაობით ხარიოდა ქართველების თუ აფხაზების და მამა ანდრიამ უთხრა, რომ ეს არის ღვთის მიწა და მას ესროლეს და ასე მოხდა მისი აღსასრული ძალიან ღირსეულად ის ამზადებდა ყველას ამ ღამეს, რომ ყველა ღირსეულად შეხვედროდა თუ მოუწევდათ გასვლა ამ ქვეყნიდან და იყო ძალიან მშვიდი და იყო ძალიან ესეთი საერთოდ გამორჩეული სასულიერო პირი იყო. მამა ანდრია და იურის დიდი ურთიერთობა, დიდი სიყვარული ჰქონდათ. ამისთან მოუწყვარი, აი როგორც პადარიკებში წაგიკითხათ, ისეთი ძლიერი, სულიერი, საყვარელი მოძღვარი იყო. 24 საათის განმავლობაში მლოცველი. მამა ანდრია რო დავასაფლავეთ, უხრწნელი იყო მამა ანდრიას სისხლი, სხეული და სისხლი ჟონავდა მისი სხეულიდან. და ეს იყო ძალიან შემაძრწუნებელი საერთოდ აფხაზი ესე იგი ჯარის მეომრები რო შემოდიოდნენ აფხაზური ჯარის მეომრები თვითონაც კი რაღაც შეძრწუნებას გამოხატავდნენ და აი საფლავზე ვართ მამა ანდრიას საფლავზე მე გაჩავიცო მამა ანდრიას კაბა მამა ანდრიას ანაფორა თავსაფარი მეკეთა ისე მონაზონივით და ვკითხულობდი ფსალმუნებს და მაშინ შემოვიდა ეშერის ბატალიონი ესეთი და ალყა შემომარტყეს და მითხრე შენ ესე იგი მოღალატე შვილი ხარო და ამისთვის პასუხი უნდა აგო წარმოიდგინეთ ეხლა ეს იყო მე მეშინოდა თვითონ ამ ომის ჭურვის როლის და იმ მომენტში სანატრელი გამიხდა კიდეც, აი იმდენად შემეშინდა უფრო უარესის, რაც შეიძლება მოხდარი იყო და მამა ანდრია მიშველე, თქვა, ნუ არავინ არ იყო, ჩემ და მამაოს გარდა, ან ვისთვის მიმემართა და ამ დროს დაიწყო სროლა, სოხუმი ჯერ არ იყო აღებული, დაიწყო, ესე იგი ჭურვების კდებოდა ჩემს გარშემო, რა თქმა უნდა, ყველა გაიფანტა და მაგრამ მე ვერ აღვიქვამდი ამას აბსოლუტურად. ლოცულობდა მანანა და მანანა კიდევ როცა ლოცულობს არ გზნობს მის გარშემო რა ხდება და გალყა შემოარტყეს და რომ რაღაცა კოლექტიური რაღაცა რო ყოფილი იყო ხო იცით ხო და მე რომ მიხვდა იყვირა მამა ანდრიაო და ასე დროს ღმერთის ზალით სოხუმი არ იყო აღებული და სროლები ატყდა და ყველა გაიქცა აი ღმერთის ზალა რამხელა ვიყავი სულ სხვა მდგომარეობაში და რომ შევედი ტაძარში ამდენ ხატებში მივედი პირდაპირ წმინდა გიორგის ხატთან და გიორგი მეშინია გიორგი აი ეს ჩემთვის აი არავინ არ არსებობდა წმინდა გიორგის გარდა იმ მომენტში და
მესმის, где мой друг святой Георгий? და დავინახე ახოვანი მეომარი და ეს იყო ზუსტად Рафик Айбасе მითხრა. Что с тобой, девочка? Кто тебя так напугал? Клянусь честью, говорит, с твоей головы волос не упадет. Это я тебе говорю, Рафик Айба. ნამდვილად ეს ორი ადამიანი აი თავისი გმირობით, მოწამეობით გამოირჩა და ძალიან დიდი იყო მათი დამსახურება, აი მათი სისხლი, მათი დავრილი სისხლი განწმენს ჩვენი ერის წოდებს და ძალიან სიმბოლური იყო, რომ ერთად მოკლეს ქართველი და აფხაზი. აქედან კიდევ ერთხელ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ომი იყო არა ქართველთა და აფხაზთა შორის, არამედ ქართველთა და აფხაზთა ძმობის წინააღმდეგ.